გამარჯობათ მეგობრებო, ყველას გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და კარგ განწყობას. დავიწყოთ არა, როგორც ხედავთ, ჩვენ როგორც ყოველთვის კეცავთ და ვერ დავკეცეთ. მივდივართ ამ ტრამალებში, სტეპებში, გვინდა დავამთავროთ, მაგრამ სანამ იმ მონაკვეთს არ გაევლი და სანამ იმ ტერიტორიას არ გაელი, რაც უნდა იყოს გასავლელი, მაქამდე ეს სტეპები არ დამთავრდება. რას ვიწყებთ? ჩვენი აზრების გადმოცემას სამწუხაროდ ძალიან ბევრი მაყურებლები მეუბნებიან, არ გვინდა ეს, არ გვინდა სულ ექშენი, მაგრამ ჩვენი მიმართულება გვაქვს ჩვენ არხზე, ჩვენი გზა გაქვს, ჩვენი გზა გვაქვს და ჩვენი გზა რა არის, რომ ადამიანებმა რაღაცა ჩემ გამოცდილებაზე და მიმდინარე პროცესებზე შეძლებს და გვარად შეისწავლონ პროცესები, ნახონ, გამოიყენონ და მეც ვსარგებლობ ამ მომენტით და მით უმეტეს, როდესაც ამ სტეპებში და ამ ტრამალებში დადიხარ, ფიქრობ, 1000 რაღაცას ფიქრებსაც მეც გიზიარებთ ჩვენთვის, ჩვენი არხისთვის, ჩვენი ქალაქისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და საერთოდ რომ რაღაცა ანალიზი რომ გამოგაქვს და რომ რაღაცაზე ფიქრობთ რომ კარგად იყოს, შეიძლება კარი რაღაცა და ეს გამოცდილება და ეს ყველაფერი გამოვიყენოთ ჩვენი მომავალი ცხოვრებისთვის და ჩვენ როგორ ვამბობთ ხოლმე, ცხოვრება გაგრძელდება ჩვენთან ერთადაც და ჩვენს გარეშეც და ბარემ თუ გრძელდება და მაინც გასავლელი გაქვს ეს გზა, ბარემ გავიაროთ ისე რომ არ დავზარალდეთ და ისე რომ კაი მოგონებები, კაი ემოციები და ყველაფერი კარგი იყოს ამ ჩვენი ცხოვრების გზაზე. წინა ვიდეოში მე გითხარით რომ რაღაცა მოვიფიქრე მეთქი ისეთი, რომელიც შეიძლება რაღაც დადებით ემოციაზე დავიმუხტოთ და გავაგრძელოთ. და სულ პრობლემებზე ხوار ვილაპარაკებ, სულ რაღაცა გადასაჭრე პრობლემებზე ხوار ვილაპარაკებ და მინდა აბა ეხლა როგორ გამომივა ეს ვიდეო, ეხლა ჩვენ ასე თუ ისე ამბიცია გვაქვს რომ ჩვენი არხი დადებითად უნდა მუხტავდეს მაყურებელს, ადამიანებს ჩვენ და აი ასეთი რაღაცა მოვიფიქრე. ეხლა გინდა არ გინდა ჩვენ ცხოვრობთ და სულ ტრიალებთ სიტყვების ერთმანეთს ადამიანები ერთმანეთში წინადადებით და სიტყვებით უკავშირდებით და ამ ჩვენ ემოციებს, ამ სიტყვებით და წინადადებით უზიარებთ ჩვენ აზრებს და რამდენი სიტყვა ეხლა წარმოიდგინეთ ნებისმიერ ლექსიკაში, ისე დაფიქრებულ ხარ რამდენი სიტყვა ქართულში. ფოტოშოპს არ დავფიქრებულ ვარ, ალბათ ფილოლოგებმა იციან, მაგრამ ჩვენ მაინც ასე ზოგადად ვთქვათ, ვინაიდან ჩვენ ახლა არა გვაქვს იმის პრეტენზია, რომ ჩვენ ფილოლოგები ვართ და ფილოლოგიური ამბები ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ ბევრი სიტყვებია და ეს სიტყვები ჩვენი ცხოვრების, ასე ვთქვათ, თამამად შემიძლია თქვა, ჩვენი ცხოვრების, როგორ გითხრათ, გრძნობების და მიმართულებების ძალიან დიდი, მოქმედებს ეს სიტყვები და წინადადებები ჩვენ ცხოვრებაზე. და აი წინა იმაზეც რო ვთქვი და მოდი ვიფიქრე ახლა მაინც ამ ტრამალებში დავდივარ და ამ სიმცეებში და მოდი ისეთ კაი სიტყვებს ვიტყვი, რომელიც ჩვენზე მოქმედებს. არ ვიცი, ალბათ 10-12 სიტყვას მაინც მოვკრიფავ ჩემ ამბავში და მე თუ ვიდეოს შემდეგ და ვიმახს სურვილი და მოუნდება სხვა სიტყვების დაამატოს, მაგრამ მე ვარაუდით ფიქრობ, რომ რაღაც 10-12 სიტყვას ვიტყვი, რომელიც ჩვენზე ისე მოქმედებს, რომ აი ვიმუხტებით დადებითად და მე ასე ვიტყვი. ჩემპიონი სიტყვები უნდა ვთქვა, ჩემპიონი, ეხლა ჩემპიონი რა არის სიტყვა ჩემპიონი ეს ერთი, მაგრამ მე რატომაც მინდა საჩემპიონო სიტყვები და ამ სიტყვებს შორის, ეხლა როგორ ვთქვი, აი კაი სიტყვები მინდა ვთქვა, რომელიც ჩვენ კარგად მუხტავს და ცხოვრების ხალის, სიხალისეს, სიცოცხლეს და ენერგიას გვაძლევს. კარგ სიტყვებში მე ბოლოს ვიტყვით, მე პირადად ვიტყვი ჩემპიონს სიტყვას, რომელიც პირდაპირ ვიტყვი, რომ ამას მე ბოლოს ვიტყვი, ალბათ მე ვინც მიცნობს, ალბათ მიხვდება რა სიტყვაა ჩემთვის ჩემპიონი, მაგრამ სანამ ჩემ საჩემპიონო სიტყვას ვიტყვი,
ვილაპარაკოთ სხვა სიტყვებზე, რომლისთვისაც ზოგიერთთვის ის არის ჩემპიონი, ისთვის არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემპიონია თუ არა ჩემპიონი არის კარგი სიტყვა. სიტყვა, რომელიც ჩვენ გვმუხტავს დადებითად, გვაძლევს სტიმულს და მივისწრაფით მაგისკენ და გვინდა რომ ესეც არ გვაკლდეს. და თითქოს ჩახლათურად ვაპარაკობ, მაგრამ შევეცდები, ალბათ გამოგვივა რისი თქმა, გამოგვივა ის ვიტყვი იმას, რისი თქმაც მინდა. სანამ ამ სიტყვებს ვიტყოდე, მოდი ასეთი სიტყვა ვთქვათ, სარგებლობა. ვა, როგორი სიტყვა, სარგებლობა. რა არის ახლა სიტყვა სარგებელი? ესე იგი სარგებელი, ესე იგი სხვანაირად ბევრნაირად შეგვიძლია გავშიფროთ, ხო? ესე იგი სარგებელი, რაც შენთვის არის კარგი და ცდილობ, რომ ფაქტობრივად მთელი ცხოვრებაც ხომ ასეა, რომ შენ ცდილობ, რომ ყოველთვის შენი მოქმედება, ყოველი შენი სიტყვა პასუხი, ყოველი შენი მდგომარეობა, ანუ ისე მოქმედება იმისკენ მიდის, რომ სარგებელი იყოს, ხო? ამას წყალი არ გაუვა, ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვაკეთებთ, გვინდა რომ სარგებელი იყოს ჩვენთვის, ჩვენი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ასე ზოგადად. მაგრამ რომ დაფიქრდე, ესე იგი სარგებელს, შენ რომ სარგებელისკენ მიისწრაფი, ესე იგი რაღაცა გაკლია, ხო? ესე იგი ეს რაღაცა კარგი ცოტა იქ არის და შენს იმიტომ აკეთებ ამ შენ მოქმედებაზე, ის კარგი შენსკენ წამოიღო და გახადო სარგებელი შენთვის და შენი შთამომავლებისთვის და ასე შემდეგ. ხო და ამ ვიდეოთი ახლა რამე 15 წუთში შევეცდები, რომ ეს სარგებელი სიტყვები წარმოვთქვათ, მოკლედ შევაფასოთ და შევისოთ ჩვენი ნაკლი. ზოგადად ვიძახი, ახლა უტრირებას ვაკეთებ ამ სასარგებლო სიტყვებით. ანუ მე როგორც წეღანა ვთქვი, საჩემპიონო სიტყვები და მე ბოლოს უკვე მე ჩემებურად ვიტყვი რა არის სასარგებლო და საჩემპიონო სიტყვები და დანარჩენ თქვენს დაამატეთ. მე ალბათ თუ გექნებათ სურვილი და ნება რომ კომენტარის სახით უფრო მეტი სასარგებლო და საჩემპიონო სიტყვები შევკრიფოთ. დავიწყოთ. პირველი სიტყვა, კეთილი, სიკეთე. აი, რო გაიგებ ხომე, კეთილი კაციაო, კეთილი ადამიანიაო, კეთილი საქმე გააკეთა, ხო იმუხტები დადებითად. და რა მაგარი და ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ბავშვობიდან ვაკეთოთ კეთილი საქმეები. უბრალოდ ზოგჯერ მომენტები არის ხოლმე, რომ აი გინდა კარგი საქმე გააკეთო და თქვათ ადამიანს უჭირს რაღაცა ფინანსურად გინდა დაეხმარო და არა გაქვს მაგის საშუალება და აი ზოგჯერ მანდ ადამიანები იჭედებიან. მაგრამ მანდაც არის ხო თუ გინდა სიკეთის გაკეთება, სიტყვით მაინც უთხარი, ან რაღაცა შენი ფიზიკური დახმარებით დაეხმარო, მაგრამ საერთო ჯამში ხო მაგარი სიტყვა სიკეთე. სიტყვა დახმარება. აი დახმარებაც ხა სიკეთე და დახმარება. თითქოს ბიძაშვილი მამიდაშვილები არიან, არა? მაგრამ ფაქტურად დახმარება სიკეთის გაგრძელება. შენ დახმარებით აგზელებს სიკეთეს, ხო? მაგრამ უფრო დახმარება თითქოს უფრო ფიზიკური ის არის, მაგრამ მაინც კაი სიტყვა რა, რომ ადამიანს დაეხმარები და შენ მზად ახარ ყოველთვის შემართული ხარ, რომ დაეხმარო, მოხუცი იქნება, გაჭირებული იქნება. ხო, კაი სიტყვა, კარგი სიტყვა. ასეთი მაგარი სიტყვა კიდო თბილი ადამიანი და უცბად რაღაცა სისხლი რაღაც ლამაზად მე ყოველთვის გაითვალისწინებ, რომ ვა, ესე იგი რაღაცა შის წავიდა, ესე იგი თბილი. რაღაცა კარგი დადებითი ემოციის მატარებელია. ესე იგი სიტყვა თბილი. ეხლა გამახსენდა სიტყვა გულისხმიერი, თანამგზნობი. ესე იგი გულთან მიგაკ ადამიანის პრობლემები და თანაუგზნობ შენი გულისხმიერებით. ხო მაგარი სიტყვა. ეს სიტყვა გახდა, როგორ ამბობენ, ემპათია თუ როგორ ხო? თანა ემპათია, ხო? გულისხმიერი, თანაუგზნობ, გულისხმიერი, ემპათია. მაგრამ
მეორე მხრივ კაი სიტყვა კიდო ემპათია. ვა სიმპათიაც არა, ცუდი სიტყვა რომ დაფიქრდე. სიმპათიოსი. მე სიმპათიურები რო ეტყვი ადამიანს, იმასაც დადებითად უხტავ. აი, მაინც ამხელა ისაა, ხარა ფილოლოგიურ განათლებას ამხელა ნიშნულობაა, ხა სად ემპათია და სად სიმპათია. ემპათია თანაგზნობაა, სიმპათია ეხა მე ჩემებურად ვფიქრობ, შეიძლება შეცდომას ვამბობა, ემპათია ალბათ უფრო ენერგიული, უფრო ემოციურად გამოხატული ქმედებაა და სიმპათია ალბათ უფრო დაბალი ხარისხით. არ ვიცი, მაგრამ რატომაც ეს სიტყვა სიმპათიაც მე მომწონს მაგალითად. თქვენ როგორ მეგობრებო, სიმპათია, ემპათია უფრო ენერგიულია, სიმპათია უფრო ნაკლებად ენერგიული პოზიცია ალბათ, რა ვიცი. ამ სიტყვაზე ალბათ მე დარწმუნებული ვარ, ყველა ამას ყველაზე წინ დააყენებს. ჩემპიონის სიტყვა ალბათ ბევრისთვის იქნება სიტყვა სიყვარული. ამ სიტყვას როგორც ხი წარმოთქვა, კაცი სიყვარულში გაცხოვროს, სიყვარული არ მოგაკლოს და საერთოდ სიყვარული და ეხლა მე ვინა ვარ, მაგრამ პოეტებს და კლასიკოსებს როგორი ნიშნობით აქვთ ეს აღწერილი ეს სიყვარული და ფაქტიურად ალბათ ცხოვრების მამოძრავების ძალაა, ხო? მაგრამ როგორც სიტყვა უნიკალურია და მეორდები ალბათ სიყვარულს ეხლა ყველა თავისებურად გამოხატავს, ყველა თავისებურად ახსნის, მაგრამ საერთო ჯამში ეს შეგრძნება და ეს სიტყვა დონი სიტყვებს შორის ყველაზე მაღალია, სულთა ემოციური დატვირთვიდან გამომდინარე. არ ვიცი, ეს მე ჩემებურად ვამბობ. თქვენებურად ახსენით. თუმცა სიყვარულზე იმდენი დაწერილი და იმდენი ახსნილა უკვე რა უნდა თქვა იმისთანა, მაგრამ იმ ადამიანებმა ვინც ძველად აღწერეს ის თავისი ძველ დროში აღწერეს, ამჟამად ეხლა დღევანდელ დღეს ცხოვრობ და ჩვენებურად ახსენეთ, მაგრამ ფაქტია რომ სიტყვა სიყვარულს რო ამბობ, ასე მოდის ეს დადებითი და კარგი ემოციები. ამაშობაში თავში გიტივტებდა სიტყვა მეგობარი. ვა, ესეც მაგარია რა. აი ნაღდი კარგი მეგობარი რო გაქვს, აი ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რა, უკვე აი რო ყოფენ ხოლმე ხარისხობრივად მეგობარი, კარგი მეგობარი, ისე რა მეგობარი. მან გონი ეს რაღაც სპეციფიკური სიტყვაა, ხო? მეგობარი თუ ყარ ამ თავისი არსით უნდა იყოს მეგობარი და ცუდი მეგობარი და კარგი მეგობარი და ისე რა მეგობარი, რატო უნდა იყოს განსხვავება, მაგრამ ესეც თავისებური სიტყვაა, ხო? მაგრამ მაინც ამ სიტყვას რო გებულობ მეგობარი, აქაც დადებითად იმუხტები. რატომაც მახსენდება მეგობარს რო არის მხიარული მეგობარი და აი ზოგჯერ დაბადების დღეს რო იხტიან ხოლმე და ხორცილებს და რო ეპატიჟებიან და ის მხიარულია, ის მოდი ის მხიარული, იმიტომ გაგვამხიარულებს. შეიძლება ცოტა ცუდად ლაპარაკობ, მაგრამ აი მხიარული რო გეტყვიან ხოლმე, ეს მხიარული ადამიანია და ადამიანი რომელიც კარგ გაწყვობაზე გაყენებს, პიტაპი გამხიარულებს, კარგია რა, ცუდი ნამდვილად არ არის. სიტყვა მხიარული. ეხლა მხიარული კი ვთქვი, მაგრამ აი 7 მაგარი სიტყვა რა. ეხლა ზოგჯერ ფიქრობენ ხოლმე მხიარული ადამიანი გინდა თუ 7 ადამიანი. ამაზე შეიძლება ბევრჯერ თქვათ ვისაუბროთ, მაგრამ რო აი 7 ადამიანია მაგასთან ყოველთვის მოაგვარებს საქმეს, საერთო ჯამში კი შეიძლება მხიარული ადამიანი იყოს კარგია, მაგრამ ზოგი მაინც 7 ადამიანს ამჯობინებს, იმიტომ მხიარული ადამიანი შეიძლება ემოციური იყოს და ვერ მოაგვაროს საქმე და 7 ადამიანთან 7-ად წყნარად უფრო დადებით შედეგზე გადიხარ. სიტყვა 7, ხო მაგარი სიტყვა, გონი მაგარია. ეხლა რო სიტყვა მაგარია, ხო რამდენჯერ მაგარია და აქაც დადებითად იმუხტები. ეხლა მაგარია შეიძლება მაგარი კინა იყოს, მაგარი ხე იყოს, მაგარი ადამიანი იყოს, მაგრამ დადებითად იმუხტები. გონი ესეც არა ცუდი სიტყვა რა, მაგარი. ეხლა რატომაც გამახსენდა ხო თქვი მაგარი, მაგრამ ზოგჯერ ამბობი ხო აი მაგარი კაცია, მაგათ თავისუფალი არ არისო და
აი ამოტივტივდა სიტყვა თავისუფალი ადამიანი. ეხლა ამ სიტყვას რო იტყვი ხო თავისუფალი როგორი აი ფაქტობრივად ეხლა პოლიტიკა ადამიანები ყველა იძახის თავისუფალი ახლა მაგარი ნიშანი აქვს ამ თავისუფლების სიტყვას მაგრამ ერთი საშიშროება აქვს რომ ნუ ჯერ თავისუფლების სიკარგე იმაშია რომ სუფარი რო ხარ და არა ხარ არავიზე დამოკიდებული შენ თითქოს სწორ გადაწყვეტილებას იღებ ხო ნებისმიერ საკითხში მაგრამ აქ არის თავისუფლება ცოდვაში არ უნდა შეგვეშალოს ნუ ამაზე ჩვენ ალბათ მე ვილაპარაკებ მაგრამ საერთო ჯამში სიტყვა თავისუფალი რო ხარ თუმცა გიჟის თავისუფალია ვამბობ ხო მაგრამ მე სულთან ამიტომ ამ სიტყვა თავისუფლებაზე ალბათ მე ჩვენ კიდევ ვილაპარაკებ მაგრამ საერთო ჯამში რო გაიგებ ხოლმე თავისუფალი ადამიანიაო ცუდი ასოციაცია არ მოდის ხო კი თავისუფლება თითქოს კარგია და ცუდია მაგრამ ნუ ამათ თელის მოყვება რა თელი ქვეცნობილი ტექსტებია მაგაში მაგრამ ამაზე მე ჩვენ ვილაპარაკოთ მაგრამ საერთო ჯამში სიტყვა თავისუფლება ნამდვილად არ არის ცუდი უცბად ამოტივტი და სიტყვა სამართლიანი მაგრამ აი სამართლი აი რომ მიდიხარ რაღაცა საქმის გასარჩევად ეხლა მე ხშირად ვამბობ ხოლმე ხო ავტორიტეტებთან რომ მიდიან სასამართლოში და შენ ელოდები რომ სამართლიან გადაწყვეტილებას ან სამართლიან მოქმედებას ელოდები ვისთანაც მიდიხარ რაღაცი დავის იმაზე და ყოველთვის რო გებულობ ხოლმე აი სამართლიანი ადამიანია სამართლიანი პიროვნება ხო კარგია ცუდი ნამდვილად არ არის თუმცა მაგაზე შეიძლება ბევრი ვილაპარაკოთ ვისთვის რა არის სამართალი რა არ არის სამართალი მაგრამ საერთო ჯამში სიტყვა სამართალი ცუდი ნამდვილად არ არის სიტყვა პატიოსანი ვა სამართლიანი პატიოსანი აი ზოგჯერ არის ხოლმე ხო ეხლა პატიოსანი ადამიანიაო და მე გაიფიქრე რა ბიჭო რა პატიოსანი ადამიანი და რატო არ უმართებს ცხოვრებაში და რატო ჩაგრავენ ხო აი ხშირად ხო გაგიგიათ აი პატიოსნად ვერ იცხოვრებს ცხოვრებაში კი პატიოსანი ხარ კარგი ხარ მაგრამ შენ ვერ გაიტან მაგრამ რა ვიცი ამაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ მაგრამ ეხლა სიტყვა პატიოსანი რომ კარგია და ამაზე ვერ იტყვი რომ ცუდია ესეთ ფაქტია იმ ცუდმა ადამიანმაც იცის იმ რაღაცა ინტერესიდან გამომდინარე ადამიანი რომ მოქმედებს იმანაც იცის მაგრამ საერთო ჯამში ხო მაგარი სიტყვა პატიოსანი მაგარია ამ სიტყვა პატიოსანზე გამახსენდა გულღია ადამიანი ხო აი რომ მაგრამ ზოგჯერ ხო ამბობენ ხოლმე კაი რა კარგია ხო გულღია ადამიანთან რომ მოხდები მაგრამ ზოგჯერ ამბობთ ხო აი თრად გულღიას არ შეიძლება იმიტომ მაგას შეიძლება მოყვეს არასასურველი შედეგია მაგრამ რა ვიცი მე მაინც მაგარი სიტყვად მიმაჩნია და ალბათ კიდევ ბევრიც დამერწმუნებით გულღია რა მაგარი სიტყვა ხო გულღია ადამიანი გულღია საქციელი გულღია მოქმედება კაი სიტყვა არ ვიცი მე ეს სიტყვა ძალიან მაგრამ მომწონს სიტყვა ინტერესიანი იმიტომ რომ ჩემი აზრით აი ინტერესი აი ბავში პატარა ბავში რო ღოღავს რომ მიდის და ინტერესიანი და როგორ უყვარს ცხოვრება ხო და მაგარი სიტყვა იმიტომ როცა ადამიანს ინტერესი აქვს და ბევრი ინტერესები ამოძრავებს ცხოვრებაც უფრო დინამიური და უფრო საინტერესოა როგორ ამბობენ როდესაც უკვე ინტერესები აღარ გაქვს და უпроსოდ ნაკლები გაქვს უკვე მოდის სიბერე დააკვირდით ხო ასაკში უკვე ყველა აღარ აინტერესებს ადამიანს უკვე და უკვე ბერდება ამიტომ უნდა ვიყოთ ინტერესიანები ცუდი სიტყვა არ არის და ნებისმიერ სფეროში რასაც არ უნდა ავირჩიოთ ინტერესით უნდა ვიყოთ იმიტომ ინტერესი არის სიცოცხლის და ენერგიის мотиваცია და მამოძრავებელი ძალა ხო კაი სიტყვა ინტერესი მგონი კაი სიტყვა მგონი კი არა დარწმუნებული ვარ გონი 10 სიტყვამდე ავედით ხო ისეთი საინტერესო რომელიც დადებით სიტყვებს წეღარას დავიწყე რომ ისეთ სიტყვები გონი 10 სიტყვა ვთქვი და მეც ახლა ყველა საჩემპიონო სიტყვა რომელიც მე ჩამოთვალე რა თქმა უნდა უფრო მეტიც არის უფრო ჩვენ ახლა საშუალება არ აქვს ნუ ასეთ სიტუაციაში და მე ბოლოს უკვე მინდა ყველასთვის არის ყველა რაღაცა საჩემპიონო სიტყვა და მე მაინც ვინაიდან
ამ არხს ასეთ თუ ისე ხელმძღვანელობ, მინდა უკვე ჩემი საჩემპიონო სიტყვა თქვა და ფაქტობრივად საჩემპიონო და ფაქტობრივად მე რასაც მივისწრაფი, ვცდილობ რომ არ დავარღვიო ესა და ალბათ მე ვინც მიცნობს და ჩვენ არხს ვინც უყურებს, ეს არის სიტყვა ჰარმონია. ჰარმონია, იმიტომ რომ ნებისმიერ სიტუაციაში ჩვენ როდესაც აგვარებ ურთიერთობებს, ცუდად სიტუაციაში მოხდები, კარგ სიტუაციაში, დაძაბულში, იმაში, ამაში, ამ ჰარმონიული ურთიერთობით, ჰარმონიული გაანალიზებით ყოველთვის გამოხარ გამარჯვებული და კარგ შედეგზე გახვარ რა. არ ვიცი, ჩემთვის სიტყვა ჰარმონია არის ჩემპიონი სიტყვებს შორის. თუმცა გემოვნებაზე არ დავობენ და თქვენც არა თავისთავად ყველა ადამიანს აქვს თავისი ხედვა, თავისი ცნობიერება. კომენტარების სახით თუ მეტყვით, რომელია საჩემპიონო სიტყვა, კარგი იქნება. ეხლა დამება და აზრი, იცი, მოდი იცი, რაღაც ჩვენ მაყურებლებმა თავის კომენტარებში თქვან თავისი, აი მაგალითად სიკეთე არის ჩემპიონი, აი თქვათ რომელია საჩემპიონო სიტყვა. თქვათ სიკეთე, თავისუფლება, სამართლიანობა და მე შევკრიფავ რომელმა თქვათ 100 კაციდან სიტყვაზე თქვათ 50-მა თუ თქვა რომ სიტყვა თავისუფლება არის ჩემპიონი, ის ვაღიარო. თუ თქვა 100-დან 60-მა თქვა სიტყვა სიყვარული არის ჩემპიონი და უბრალოდ ესეთი პატარა გამოკვლევა გავაკეთოთ ჩვენ მაყურებლებისთვის, რომელი სიტყვა საჩემპიონო. იმედია არ დაგეზარებათ და ერთი კომენტარის სახით ვითხრით თქვენთვის რომელი სიტყვა საჩემპიონო. თუმცა ეხლა ამ 10 სიტყვაში მე არ მithქვია, მაგრამ შეიძლება სხვა სიტყვაც იყოს, ეხლა იქ ბევრი სიტყვებია, რამდენია, ხო? ერთ სიტყვით ჩემო მეგობრებო დაასახელეთ თქვენთვის საჩემპიონო სიტყვა და მე შევკრიფავ და შემდეგ ვიდეოში ან მე რამდენიმე ვიდეოს შემდეგ ვიტყვით ჩვენი მაყურებელი რომელ სიტყვას ანიჭებს უპირატესობას ჩემპიონობის სახით. კარგით მეგობრებო, თავი რო არ მოგაბეზროთ, არ დაიზაროთ და ერთი კომენტარის სატყვით გავაკეთოთ ის, რაც ახლა ვილაპარაკე. რომელია ჩვენთვის საჩემპიონო სიტყვა. კარგით, აბა გემშვიდობებით, მომავალ საინტერესო ვიდეოებამდე.